ერთი შეხვედრით რასაც უყურებთ მავეინს და ნახოთ როგორ გაამართლებს მასზე დაკისრებულ ავანსებს და პირველი ქულები და ენდვანი, რომელსაც აგდებს კელონ ტეილორი. ედვარდსი კი განაახლებს შეხვედრას. მარტინი, მავეინი და პირველი ქულებიც არის ჭკვიანური გადაცემა. არ ვარდება და პირსი ჩება ბურთით. მაზიაშვილი. ნახოთ მაზიაშვილი ტყიბულის ორთან ნათამაშების მსგავსად თუ გაირჯება დღესაც და თუ ლიდერებს საკუთარ გუნდს. ანსას გააგდებიეს ბურთი ხელიდან, მავეინი ძალიან კარგია და თავადვე ჩატენა. შესანიშნავი დასაწყისი პარკეტზე. ამრა გაგრაკი განაახლებს შეხვედრას. მაზიაშვილი ანსა, ნახოთ რა სიზავს ანსა, მეცხოვრიშვილი, ეს პასი ჩაიჭრა, მარტინი და ისევ სწრაფი შეტევა ედვარდსი არა. პასი გააკეთა სანაძე და მორიგი ენდვანი. ძალიან კარგ მუხტზეა მიიღო გიორგი მეცხოვრიშვილმა. აქ რატომღაც მოველოდი რომ ესრო და ყვედურო გუნდების არაფერი გვაქვს, საინტერესო სანახაობრივი თამაშია ეს გამრავლ წუთებში. სწრაფი შეტევები, ერთი რაც არის ცუდი, ბევრი ჯარიმა რაც აგდებს ტემპს. მაზიაშვილი აქ ცუდი გაცვლა და მარტინის დაფარება. თითქოს და უნდა შეესრულებინა მავეინისთვის. ბურთი კი გადაეცა შესაბამისად ზესტაფონის მარგვეც. ალავიძე შემოვიდა სანაძის ნაცვლად. ხოლო ანსა დაისვენა და კოულმენი ჩაერთო თამაში. ედვარდსი, ალავიძე, ჭკვიანური გადაცემა და მავეინის მორიგი ქულები ძალიან მახვილგონივრულად ითამაშა. აგროვა და 26-13 უკვე ორჯერ მეტი ქულა აქვს ჩაგდებული მეტოქეზე ზესტაფონურ გუნდს. ჭინჭარაული, მაზიაშვილი. კარგი სრულმოძრაობები, ორ მეტოქეში გაძვრა, შემდეგ მოძებნა კლიანი. ლუკა მაზიაშვილი უკვე. ჭინჭარაული. ტეილორის ორქულიანი იყო ეს. ტაბაღუა კარგია, ორი მეტოქის გარემოცვაში მოიპარა, შეიძლება ითქვას ეს ბურთი. თავად უკანაბით სამიანი გაუშვა, ვერ ჩააგდო და ედვარდსი ხსნის ამ ბურთს, თავადვე გადადის ედვარდსი. ნახოთ ჩააგდო. შესანიშნავი ქმედებები ედვარდსის და 3 ქულა 11 ქულაზე. მაზიაშვილი საპასუხოდ შესანიშნავი შეცვლა და 2 ქულა. საპასუხოდ უკვე სწრაფად გადავიდა შეტევაში მარგვეთი და ტაიმში უწესრიგავე 38 ქულის ჩაგდება და ზესტაფონის გუნდს უკვე არასრულ 11 წუთში აქვს ჩაგდებული 38 ქულა. ბღებრიშვილი სამქულიანი არაზუსტია, ჭინჭარაული კარგია მოხსნაზე და მავეინი გვაჩვენა მისი შესაძლებლობები. ჯოუნს იხსნის და თავადვე გადადის შეტევაში. ალავიძე. მეცხოვრიშვილი უდგას მას. მავეინი და მორიგი ეფექტური თამაში მავეინის მხრიდან და 42-21 უკვე ანგარიში. ანსა. ჯერჯერობით კარგად უდგას. მარტინი უკანაბით სამქულიანი ჩააგდო. დიდი ხანი მოუწია მას მეორე-მეოთხეში დასვენება და როგორც ჩანს მაჯაც გაუცივდა არა და ცხელმაჯაზე იყო პირველ-მეოთხეში როგორც გითხარით. აქედან მოყოლებული უკვე რაც მეორე-მეოთხეში დაბრუნდა პარკეტზე ვეღარ ჩააგდო ბურთი. მაზიაშვილი უკანაბით სამქულიანი ზუსტია. 5 წამის ზღვარზე გაიარეს მასმძლება, მაგრამ მაინც დაკარგეს ჩაჭრა და სწრაფი 2 ქულა. დირების შანსი სტუმარ გუნდს. მაზიაშვილი გაუშვა ეს ორქულიანი, ვერ აქტებს მავეინი ხსნის და ედვარდსის საფშეტევაში ძალიან ჭირდება ქულები. 2+1. ედვარდსის გადაცემა და
აქ ისე უნდა ჩაერტყა ალბათ მეცხოვრიშვილს რომ ბურთი ვერ ჩაეგდო. მავეინი ცოტა არ იყოს გაიყინა 8 ქულაზე მავეინი, აქაც თავად დაკარგა ბურთი, კოულმენი ჩაჭრაზე კარგი აუგდო ტეილორს ლეიაპზე და ზუსტია ეს ქულიან ზღვარს გადაცდა. ედვარდსი აქ ფეხებში მისცა ბურთი გაფრინდაჩვის საბოლოოდ მაინც დარჩა ბურთით. მასმძელი გუნდი ჯოუნსი დაგიდა პარაშუტი და ჩააგდო კიდევაც პირველი ქულების თამაშიდან. მაზიაშვილი აუგდო ისე მორიგი მცდელობა ალეოპის, მაგრამ ისე უშედეგო ალავიძე მაზიაშვილის დაფარება შარვაშიძე ვერ დაამატა და ჭინჭარა უსჩება ბურთი საიდან გამოფრინდა მაზიაშვილი და დააფარა. ტეილორი გაუშვა, ჩააგდო კიდევაც 24 ქულა უკვე ტეილორს. გობახიძე მოძებნა, გობახიძემ დაკარგა ბურთი და სტუმართან შეტევა. როგავა 55 ნომერი ისიწყებს სტუმართან შეტევას. კარგად ითამაშეს დაცვაში, მასმიძლება ჩაჭრეს ეს ბურთი, მაგრამ გადაცემა არ იყო ზუსტი. ორი კალათბურთელი ფაქტიურად მარტო გადიოდა. სწრაფი შეტევა არ გამოვიდა, პოზიციურად უტევენ მასმიძლები. რედიგი მაგაუშვა სამიანი ჩააგდო. და შეხვედრა ჩვენს მივკვეთ მშვილდობას ლომაშვილი მასპინძელთან შეტევა ბირკაია ორქულიენი ესროლა ვერ ჩააგდო სტუმრები ხსნიან და იწყება სტუმართან შეტევა როგავა ერლის კარგი გადაცემა გაუკეთა და ერლიმაც ორი ქულა შეძინა გუნდს და ბრძოლა ბურთისათვის ლომაშვილი ეუბნება ხორცს და ვერცმან ჩააგდო დრო იწურებოდა არ ჩავარდა და სტუმართან შეტევა მესიდორი სამიანი საკმაოდ შორიდან და ჩააგდო ბოლო ჩააგდო რამოდენი მიცდა მისი უშედეგო აღმოჩნდა კობახიძე ჰენდერსონი სამწამიან ზონაში ტყორთნა ჩააგდო ჰენდერსონმა 21-20 როგავა დარბაიძე ჩატმანი სამქულიანი გაუშვა გუნდის კაპიტანმა დარბაიძემ პოლინგერი ჰენდერსონი პარკვეშ კობახიძე და ორი ქულა კარგად შენიშნა ჰენდერსონმა მარტო კობახიძე პარკვეშ და ორი ქულა შეძინა კობახიძემას თავის გუნდს ხორცნა კუთხით არ ლომაშვილი ხორცნა ვერ ჩააგდო ლოლიშვილი ხორცნა ვერ ჩააგდო და სტუმართან შეტევა კარგი გადაცემა ერლიზე დიდებული დაფარება ოჩახ ლომაშვილმა დიდებულად ითამაშა დაცვაში ბურთი საბოლოოდ რჩება ორხრივი შეცდომები და საბოლოოდ სტუმრებს რჩება ბურთი და ისინი შემოიტანენ 19+5 მასპინძლებისა სასარგებლოდ კობახიძე არაზუსტი გადაცემა ჩეტმენი ფარქვეშ ტყორცნა და ჩააგდო და უმალა იყო მასპინძელთა დაბრიგებელმა ირაკლი ტომარაძემ წუთშესვენება და თოთლაძე ასეთია მასპინძელთა ხუთეული კობახიძე თოთლაძეს გაუკეთა გადაცემა შედევისათვის გაკუთვნილი დრო იწურებოდა ტყორცნა თოთლაძემ ჩააგდო კარგად გაითამაშეს ტყორცნეს მასტუმრება ვერ ჩააგდეს მასპინძელთა სწრაფი შეტევა ლიკლიკაძე კარგად ითამაშა დაცვაში დარბაიძემ ჩახსნა ეს ბურთი ჩეჩელაშვილი როგავას ამოუტანა პერიმეტრზე დარბაიძე ცრუ მოძრაობა დაკარგა დარბაიძეს გაუვარდა ბურთი ხელიდან რედიგზე გადაცემა შევიდა რედიგი ფარქვეს ტყორცნა ჩააგდო ძალზე საჭირო ორი ქულა წუთშესვენება აიღეს სტუმრებმა 71-63 ფორმაციის გუნდში ყოც კარგად თამაშობს ხოლმე ერთად ვერაშიც იყვნენ 6-2-ია ანგარიში არის იყო პირველი ორი ქულა კი ბატონო სწრაფი შეტევა დელტასის აფასკო და დელტა ფერდე ქავთარაძე შემოვიდა რომელიც დაუბრუნდა სუპერლიგას ვერაში თამაშობდა გასულ სეზონში ალიგაში ქავთარაძე აბა სვეფშარი დაუფარეს ხვარცხავა ეხლა უნდა გააკეთოს გადაცემა და წესი დარიგით ორი ქულა რა არა არა მაინც ჩავარდა? არა
ჯარიმა არ ნიშნავს. მეხუთე გულში. პოტერი. ლეისკის გაუკეთე პოტერმა. აი სიმაღლე სად გამოჩნდა საჭირო რომ არის მაჯაკის. აი ნახე იქ კარგად ეხსნებოდა კუთხეში აქ არ გამოჩნდა სხვა პარტნიორს არ გადააწოდეს სწრაფად ბურთი და საბოლოოდ დაიკარგა შეტევა. ინვას სპორტსნა არ გამოდგა ასევე შედეგიანი. ვნახოთ პოტერი აუშვა პოტერმა საშუალო ჩააგდო. პერიმეტრიდან ჯერ კიდე არ აქვს ჩაგდებული ხო შეიძლება კავკასიას ხონდეს ხო 2-დან 2 წაგება და სად მივდივარ იქ რომ რაში დიდი ალბათობით იკვეთება რომ მეორეს აგებს ხო ჯერჯერობით ასე და მესამე ტური გითხარით ძალიან შორი ტყორჩა და ჩავგორც იქნება ეხლა გაიხსნას მაჯარ ციგონებაზე რო შეხედავ იმ ტურნირის მეორე გუნდი ხარ ბატონო აბარა ვერცხლის მედალოსანი ესე ჟღერს აქ რა ხდება აქ კარგად თამაშობენ დაცვა კარგი იყო შეტევა ვნახოთ ამჯერად კარგია ეს თომ აი ესე ვიღაცაზე რომ თქვა გინდა თუ არა ეს ფავორიტია და აუცილებლად საჩემპიონო გუნდია ცოტა თულია ეს კი შემოთავაზა გეგი ბაქრაძე მისთვის ჩვეული გდება და რიტუალი ინაცია თამაშდება ჯერჯერობით პერიმეტრზე შაირი 5 წამი დროაკვე სროლის აუშვა და ესე ჩააგდო მიუხედავად იმისა რომ ურთულესი ბურთი სკოლის რა თქმა უნდა ორსკი არა და რაშგულის რა თქმა უნდა იბრძოლოს გუნდმა წარმატების ეს რა კარგი ბურთი იყო ბრავო დელტაც არ იყო პერიმეტრიდან კარგი 11-ში 3 რაც არ არის კარგი მაჩვენებელი ბუნებრივია თუმცა 26-დან 15 საშუალოდან რაც იმას ნიშნავს რომ არის 51%. აი აქ კი მაჯაკმა ორი ქულა მოუტანა თავის გუნდს გაჭირვებით, მაგრამ მაინც ეს სიმაღლის კალბუტეს ეს არ უნდა გაჭირვებოდა, მაგრამ აი აქ 4 პერსონალური აქვს უკვე ძირითად ცენტრს გუნდისა და კაპიტანს. ბრავო, რა კარგად ითამაშა და ჩაატანელი ბურთი აი ქონდა ჰაილაიტი არა? კი, ძალიან მაგარი და აქ იბრძოლა. შეთან მოხდებოდა აუცილებლად. შორეულია. არ ვარდება. უდნო მოკლე იყო სროლა. სტრაფი შეტევა. ახლა ბურთი ჩააგდო იყო. ერთი ჰაილაიტი ალბათ. გააცული ბურთი და ხო. კარგახანია ნარჩუნდება ამ ფარგლებში. დელტას უპირატესობა აი დაკარგვა მორიგი. ინქსპი კარგი გადაცემა. ჰოჰო. შვენიერად გათამაშებული ისე როგორც საკალად ბურთოს სახელმძღვანელოებშია. 11 როაკულა ჰენდერსონი, როაკულა ვახანია, ატიკულა კვარცხავა. რა გინდა როქნა. აქტივში. შვენიერი პასი და კვარცხავა. კვარცხავა. აბა, რა გაგრძელება იქნება, გაითავისუფლა შევიდა. ბრავო, ჰენდერსონი. ბრავო. კი, რა თქმა უნდა, ორი შეტევა ზედიზე და ეს მესამე იყო კი ბატონო. ჟანიძე დაკარგა მარტივ სიტუაციაში ბურთი და სტრაფი შეტევა. აი ეს კაცი არის ამისთვის. აფრინდა. და ტენოს რთულია. საზომებით. ტულეისკირმა მეხუთე მიიღო ამასობაში.აში ტურძილაძემ გაათანა ბრანგარიში. ისიც ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაშობს. აი, კარგი ჩაჭრა და უკვე წინ გავიდა კავკასია. სეჩინცაძე. ჩვენება პარკის შვენიერი გათამაშებული კომბინაცია. ბატლა. კესო. ეს შეტევა, კარგი პასი და რა თქმა უნდა ორი ქულა. დაშამი. ბაფიდაშოზე კარგად გადაიტანა. კანილი ბურთი და ჩავა. რამაც გამოიწვია კიდეც ესეთი ემოცია ტრიბუნებზე.
კაპრინდაშვილი, რომელიც ძალიან კარგი ჩვენება და შვენივრად გაისარჯა. ესო არ არის თუ სიტუაციაში. კაპრინდაშვილი ძალიან კარგი იყო პირველ თამაში რაშთან და დღესაც ძალიან კარგია. რა კარგია. მეტანაც მოხდი. დარბაში შავი კატების სიმრავლეა მგონი. ბოლო გატყდა თავში. ანგარიში 53-ით 53. აი კარგი პასი, პირველი პასი, შვენიერი, წინცაძე, ფევაძეს ტანდემმა იმუშავა ისევე. ის შემოვიდა ტომასის ნაცვლად. ეს არის ოჯარი. კოლმენი. გოგოძე დიდი ხანი არ ყოფილა პარკეტზე. კი პასი, მაგრამ ვერ შეიმაგრა. ფევაძე. კოლმენი, რა მაგარი ბლოკშოტი იყო, დაფარება, აბა ეს ჩავარდა. კი, ითვლება და +1. მეოთხედის აი ეს ბოლო ძალიან მაგარი წამებზე კავკასიას შანსზე წინ გავიდეს. აი ძალიან კარგი. ერთ ეპიზოდში ორი კარგი მომენტი ხო? დაფარება და შემდეგ სწრაფი შეტევა. ტურზე 12 ქულა მას უკვე. 64-ით 63. ფევაძე. სამი იყო. ორიანი, მაგრამ +1 იქნება. ტომასი ისევე. აბა, არ ვარდება ეს ბურთი. მიცინცაძე. ტომასი შევიდა. და იყო კი ჯარიმაც იყო და მეთქო ჯარიმას აი აგრადი თამაშა ძალიან მეოთხე ნომერმა თესეუსი ტომასი. MVP ამ შეჯიბრეს. ამასობაში მიიწურა პირველი წუთი, ტაბლოზე 1-0 გვაქვს, თუმცა ორი ჯარი მაქვს ბათუმს. შესანიშნავი დაფარება. ძალიან კარგი. სწრაფი შეტევა ვნახოთ თუ გამოვა. ჰედი, შესანიშნავი გადაცემა და ანზონ ნადირაძის მარტივი ორი ქულა. 0 დაისვენეს, შემდეგ შეცვლიან ერთმანეთს კაკუშაძე ჩაანაცვლეს ალბათ. ჰედი საჭირო მოთამაშეა პარკეტზე. ბულიოვას გადმოვა ბურთია, საწუროა თქო და გაკარგა. ზემოდან გდება. კი, სხვანაირად ნამდვილად ახალგაზრდები გამოცდილებას ვერ მიიღებენ, რაც მეტროს მიიღებენ. მათთვის და მათი მომავლისთვის ძალიან კარგია. ზაქრაძეს შესანიშნავი გადაცემა და კაკუშაძის მარტივი ორი ქულა. ეგრეთ წოდებული ქათების დაცვა დღეს ძალიან უჭირს ბათუმს. ახლა გაუჭირდა ვისიას პირიქით. ლონდარა კალატოშვილის ორსულიანი კომბინაცია. ჰედი გასმას ორმაგი მეორეობა რევაზაშვილი სანდერსი ამჯერად აღარ ესროლა. მაინც დააფარა, ბრავო კალატოზიშვილი, ბრავო. და დაჯანმდნენ კიდევაც მის წინააღმდეგ. ხოდა დაცვას, სწრაფშეტევაზე პასი უნდა მიისცეს და ლონდარა დაამთავრებს. ხო, რა ბრძოლა მიდის, რა ბრძოლა. კაკუშაძე მარტივი ორი ქულა. არა, ლამაზი მომენტი იყო. გამოვიდა როგორც იყო ჩანაფიქში, მაგრამ მაინც გამოუვა. არა, უკვე მწყობ დაცვაში ჩადგებიან. ისევ ზონა 3-2. ეგრეთ წოდებული 3-2 ზონა. კაკუშაძე, კარგი პასი იყო. სანდერსი, კაკუშაძე. გადაწყვიტა, ვაბანგზე წავიდა. ჩემი აზრით არასწორი სროლა იყო, თუმცა მის დაგასახარად ბურთი მოხსნეს. ჰედი ცდილობს აქტიურად თამაშს, ერთ-ერთი ჰენდრიქსი ეთამაშება. შეუსრულა შესაძლოა. გამოზდის დღეს ყველაფერი გამოზდის. მეურიც არ უსრია. კვლავ 9 ქულა ჯერჯერობით მეორე ტაიმაუტს არ იყენებს. სერბი მსვლელი ჰედი რა სწრაფად შედის. კაკუშაძე გადაფარება. ესეთ ახლა ლომიძემ შემდეგი ქულები უნდა აიღოს. არა, ჰენდრიქს გადააწოდა. ლომიძე კარგი მსროლელია. ჩასაგდები აქვს. აბა რა, ჩაგდო. მოსალოდნელი იყო. ჩაგდო. კაია, კარგი თამაში გაჩაღდა. სარგებლოდ შეტევაში ესეი ხუთეულები იგივეა როგორც დაიწყეს. კალატოზიშვილი ეთამაშება. მაინც გამოძრო ამ მომენტში. 3 წამია დარჩენილი ჩაჭრა ლომიძემ. სწრაფ შეტევაში ბრენჩლი, მაგრამ არაზუსტი გადაცემა. ჰედი პირიქით საპირისპიროდ მორბის სწრაფ შეტევაში. შესანიშნავი სლემ დანკი. საკმაოდ არაზუსტი სროლა. ბულიავა მისგან ცოტა მოულოდნელი. სწრაფი შეტევა აღარ გამოვა. შესანიშნავი პიკენროლი. შესანიშნავი დაფარება. ლომიძე
სწრაფი სამქულიანი არ ვარდება, მაგრამ მოხსნეს. აქ ერთმანეთს შეუსალეს. ბრენჩლი საკმაოდ სწრაფი თამაში წავიდა, გახურდა. 4 ქულა და ბორის პეტეს ტაიმაუტი. 4 ქულამდე შემცირდა სხვაობა. აკუშაძე, ჰედი, სანდერსი. გურთი არ ჩადის ცენტრზე. ნახოთ 4 წამი, 3, 2 რევაზიშვილს კაისროლა ჩააგდო. არა, მაგრამ დაამატა თუმცა სანდერსმა ვერ დაამატა. ბულიევა სწრაფად გადადის. აბა ელიაძემ სამიანი იცის ლევანი ჩააგდო. 1 ქულამდე შემცირდა სხვაობა. დაისვენებს ჰენდრიქსი. მარტივად გაიქცა. დააფარა. აკრაძე რა სწრაფი შეტევა, მარტივი 2 ქულა და ბუბა ბერიშვილის ისე წუჩესვენება. მეორეჯერ დაუფარეს როგორც კონსულს კალატოზიშვილს და ზოგადად სანდერსიც და ჯულსიც კარგად თამაშობენ ამ ხრივ დღევანდელ შეხვედრაში. და კალატოზიშვილს 12 ქულა და საკმაოდ კარგად ირჯება დღევანდელ თამაში, არაუშავს. ჰედი ძალიან სწრაფად წაიქცა, თუმცა ჯარიმა არ არის, აქ მარტივ 2 ქულას აიღებს კალატოზიშვილი. კიდე დააფარა სანდერსმა, თუმცა ამჯერად ჯარიმა. უპირატესობა კაკუშაძე. ჰედი ბოლომდე ჭამენ დრო რა კაი გადაცემა და რა ჭკვიანური გადაცემა. სხვა რა არის საჭირო. ელიაძე შემოაგბურთი, სწრაფად უნდა გააკეთოს. ვერ გადაწყვიტა ისევ ბულიევას და ენდვანი საჭირო დროს ენდვანი 6 ქულა არა ინტრიგა ნამდვილად არის შენარჩუნებული შეეცდება ბათუმი უჯარიმოთ ითამაშოს რადგან ბონუსში არიან პრესინგი კარგად გაარღვიეს კაკუშაძე უნდა ჩაეჭრა ბრენჩის მაგრამ ვერ შეიძლება ჰენდრი დაკარგეს კალატოზიშვილი თამაშოს ბულიევა ჩასაგდებია და მორიგი დაფარა კაკუშაძე მომგები დაფარება ხო არ იყო რას ფიქრობ? ოჩახ კაკუშაძე რა დააფარა. ოუ რა ბრძოლა გაჩაღდა. ეს ფუთი რო ჩაეგდო ბულიევას 4 ქულამდე მცირდება. 4 ქულამდე ალბათ ტაიმაუტიც